ძალიან გულივწყდება ეს ტინტი. არ მიხდება ამას მე აღარ წავისვამ ალბათ. რადგან ის ტინტი იყო მოწითალო. ეს არის მოვარდისფრო და მე ძალიან არ მომწონს. როგორ ვერ დავაკვირდი ნერვები მე შეიძლება ჩემ თავზე ამ ხალხს მიატყლეში და მე რომ აღარ გინდა წაისო. მე გუშინ ვიყურე ინტერვიუ ყურათა პოდკასტი ქალბატონი ირმა სოხაძე ყავდათ მიწვეული. იყო კიდევ ერთ-ერთი ჟურნალისტი გვარი არ მახსოვს. ესეთი ძალიან სოლიდური ჟურნალისტი. და რამ გამაღიზიანა? ისე გამაღიზიანდა კომენტარიც კი დავწერეთ თქვენ წარმოიდგინეთ. რა თქმა უნდა, ლანძღვაგინების გარეშე ხა ზოგადად გეუბნებით კომენტარი დავწერე. რომ აიო, ჩემთვისო გაუგებარიაო ირმა იძახის. ახალ წელს რომ ეწერებიან ქალების სალონშიო, ფრჩხილზეო, ესაო, თმაზეო, იმაზე, ამაზეო. რაო, ისედაც სოხროს მოწესრიგებულები უნდა ვიყოთ ქალებიო და რატოა ეს ქაოსიო? მე უბრალოდ არ მესმისო. ნუ ჟურნალისტის საყვარვი მეცო. ჩემთვისო გაუგებარიაო, ჩემთვისაცო რო ეწერებიან ხოლმე დღესასწაულებზეო. რა ისე რა მოუწესრიგებლები დადიხართო და ანუ ესეთი ლაპარაკი რა. რო გამოვიდა რომ იცი რა არის თავს არ უვლით და განსაკუთრებულ დღეებში ვცდილობთ თუნდაც სალონში წასვლას. ალბათ მაგათი ეკონომიკა დუხს როგორც ქართული ოცნების რომ ძალიან ბევრ ქვეყანას ეკონომიკით გავუსწარით და ყვავით თუ რაღაცა ზღაპრები. მე არ ვიცი რომელი ქვეყნიდან გვესაუბრებიან ეს ადამიანები, მაგრამ საქართველოში იმის ფუფუნება ნამდვილად არ არის, რომ ჩვენ ავდგეთ და ხო ყველა ვიზიტზე ისედაც ხო დავდივართ სალონში, ანუ ფრჩხილზე და იმას. ქალო 600 ლარი რო აქ ადამიანს ხალფასი. თუ გინდა 1000 კონდეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რანაირად უნდა შეძლოს ადამიანმა თვეში თუნდაც ორჯერ სალონში მისვლა, როცა ყავს ოჯახი, როცა უამრავი გადასახადებია, როცა ელემენტარული სისულელებში ხარჯავთ ერთ შესვლაზე 50 და 60 ლარს, ისიც 1000 ლარი თუ ისეთ სამსახურშია, ეგეც საკითხავია. ხალხი მუშაობს 600 და 700 აქვს და სალონში მართლა დიახაც რომ დღესასწაულზე ისიც თუ მიდიან ადამიანები რესტორანში, მაშინ იწესრიგებენ თავს. რომელი პლანეტიდან მე გველაპარაკებოდით ერთი მაინტერესებს, რომ წამომიჯექით აქ დავარცხნილი თმებით სალონიდან გამოქცეულები და თქვენთვის რომ ყოველდღიურობაა, იგი კუწურიებში სიარული და მომიჩმა შესაღები მაქვს სალონში და გავიქცე. ჩვენი ფენა ბატონო ვიღებოთ სახლში. რადგან მხოლოდ წასმა ისეთ სალონში, რომელიც არ არის ტრენდული და დაბანა მინიმუმ 25 ლარი ღირს ჩვენი საღებავით. მინიმუმ. და თუ ეს სალონი არის სოხაჯები და ისეთები დადიან, რა ვიცი, ალბათ 100 ლარი. და თუ მათი საღებავით გვინდა, ეს უკვე ფუფუნების საგანია და დიახაც. სწორედ ასეთ დღეებში ვაძლევთ თავისუფლებას თუ ვაძლევთ ისიც, რომ თავს მივცეთ ფუფუნების უფლება, ფუფუნებაში ვთვლით დიახ. თქვენ რასაც ყოველდღიურობად მიიჩნევთ და წამომეპლაკეთ იქ და გველაპარაკებით ქალებს, რომ იცი რა არის? ეს ხო ისედაც ცხადია. არ არის ასე. ნამდვილად არ არის. უნდა დაუფიქრდე. ამხელა ადამიანები რომ სხედხართ რა მესიჯს საგზავნით საზოგადოებაში. რა სარგებლობა მოიტანა მათმა ინტერვიუმ, გარდა იმისა, რომ მე 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ქალების უმრავლესობა ვარ სრულიად აღშფოთებულები. კომენტარებსაც რო გადავხედე, ესე იგი ძალიან სწორად გავიგე ეს მესიჯი, რომელიც მესიჯი ზარი იყო, ასეთები ხართ უბრალოდ და ასე ფიქრობთ, რომ
თურმე ნუ იტყვი და ის ხო ანუ ცხადია რომ ასე უნდა იყოს და ვიზიტებზე ხო დადიხარ სალონში ხო და რაღაცო საჭიროს სპეციალური ჩაწება არ დავდივართ ირმა საყვარელო და ასევე რომელი იყო კაცო ჟურნალისტი არ დავდივართ თქვენ რა სიხშირითაც დადიხართ არ დავდივართ და დიახ თქვენსავით ყველა პროცედურა სალონში ვერ ვიტარებთ რა ვიცი ხა სამწუხაროდ საბედნიეროდ მე პირადად ვერ ვჩერდები სალონში დიდხანს სულ რომ მილიონები მეყაროს თავზე ყველა პროცედურაზე ვერ და არ შემიძლია დიდხანში დომა სალონში ერთხელ როგორ მახსოვს ერთ-ერთ ვიზიტზე ომბრეს ვიკეთებდი და მეოთხარი ანუ დამბანეთ ან მივდივართ ხო ძლივს გამაჩერეს არ შემიძლია და თქვენ რო თვეში სამჯერ თმა ფჭხილი კანს ხო უნდა ცოტა მოთელვა მასაჟი და რაღაცებს დაბრძანდებით ჩვენი ფენა ვერ დაუბრძანდებით ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ რას საუბრობთ ამ ხელა აუდიტორიის წინაშე იმიტომ რომ ისედაც არ გხუხართ და მერე კიდევ ამ ცეთ დებილობებს ვლაპარაკობთ და ქალებს აღიზიანებთ თქვენი რაღაცა სისულელეებით დიახ პასუხიც მიიღეთ ჩვენგან ქალებისაგან თან ჯარისაგან იმ ქვეყანაში სადაც გაჭირვების პიკია და ათობით შეტყობინება შემომდის დახმარებასთან დაკავშირებით ძალიან გთხოვთ რა ნუ გვეწელებით ეკრანიდან რა და ნუ გონიათ რომ ჩვეულებრივი მოვლენა თუ თვეში 700 და 800 ლარს საკუთარ თავს მოახმართ მოგესალმებათ თქვენი პუტპუნა და ჯანიანი მზის ხივი როგორც ფიქრობენ რომ პუტპუნები ძალიან ჯანიანები ვართ მაგრამ რეალურად ხალხო ვი როგორ აღიქვავს ამ ჯანიანობასთან დამიჯერეთ დიდათ არ გვაქვს ეგ ამბავი მოვედი მოვნარნარდი თქვენთან ყავით შენ რაღაც ჩავარდა და მართლა ვერ ვხვდები რა ჩავარდა იმიტომ რომ არაფერთან არ მქონია შეხება და რა უნდა ჩავარდნილიყო ცოტა ვერ გავიქებ არა რაღაცები დაცურავენ მაგრამ ერთი კაი თვისება მაქვს ყავასთან არ მაქვს პრობლემა რაღაცას რომ დაცურავდეს როგორც იტყვი ხომ ბიჭია ბიჭო ხჩემ შემთხვევაში არის ბიჭი იქნება და არც გოგო ალბათ მაგრამ ნუ მასე ამბობენ ხოლმე მე თქვენ ახლა მინდა გაჩვენოთ ტყლაპი რომელიც გაკეთებულია ჩემ ბებიკოსი და აი ეს ტყლაპი თბილისში რო იყიდება და არა მხოლოდ ქაღალდივით რო არის და რო იღიჭება და ყველას ერთი გემო რო აქვს ეგეთი საშინელება ნუ აი ხალხო ტყლაპს შეგაზიზღებენ იმდენად საშინელება რაღაცა რა გითხრათ აი ფურცელიც რო სქელია და აი საშინელად უგემური არ იღიჭება მოკლედ იმასთან ხო ამას ვერ შეადარებ ვერანაირად მილიონი წელი გემოზე ხო აღარ ვსაუბრებ ტყლაპი გიშდები ტყლაპზე მოვედი კაციშვილს ჩემთან აი ეს არ მოეწონა მე კიდე ქოქოსიროვ გიშდები და შეგნით აქ უგემრიელესი კრემი და ამ ჩემებს ხო ვერაფერს მოაწონებ. ოღონდ მიირთმევენ თან და თან არ მოწონს. მიირთმევენ, მაგრამ არ მოწონს. შავეს მე ამის დაყოლება აშკარად არ იყო კაი ამბავი. ესე იგი გოგოებო ისეთი გაუგნებული ვარ ამ ყველაფერს ჩიშნებულიც ვარ მე არ ვიცი ხო ჩვენ საით მივექანებით უბრალოდ არ მინდა დეტალებში ჩავიდე მაგრამ არ ამომდის თავიდან ის ინფორმაცია რომ საშინელი მკვლელი გამოუშვეს ციხიდან ჩემი ყურებიდან არ ამოდის ეგ ინფორმაცია და ჩემი თვალებიდან ის კაცი რომ ვნახე ტელევიზორს
ისე შემეშნა გეგონება აექმეჯდა სახლში. ალბათ გაიგებდით. საკმაოდ ასაკიანია ის ბატონი. გამოუშვეს ციხიდან. მქონდა სამუდამო და მე არ ვიცი რა მოხდა. ალბათ ჩათვალეს, რომ შეიძლება ისეთი მკვლელი გამოსწორდეს, რომელიც ჩაიდას ისეთ დანაშაულს, რომელიც მოიცავს ადამიანის დანაწევრებას, თავი ცალკე როახ, ფეხი ცალკე როახ, აი ამ დონის მკვლელი როგორ შეიძლება გარეთ გამოვიდეს, ნუ აი უბრალოდ ვერაფრით ვერ ხვდები. ვერანაირად ვერ დავიდა ჩემი გონება მაგ ამბის გამართლებამდე. რანაირად შეიძლება აი ამ დონის დამნაშავე მისცე შანსი. ის რო ცოცხალია და სუნთქავს. ჩემი აზრით ეგ უკვე შანსია და მისი გარეთ გამოშვება და სოციუმში ყოფნა და ურთიერთობა საერთოდ ვერც წარმომიდგენია რანაირად უნდა იყოს და საერთოდ ასეთ ადამიანთან რაზე შეიძლება რომ ვისაუბროთ, რა კომუნიკაცია უნდა შედგეს ისეთ ადამიანთან, რომელსაც შეუძლია მსგავსი ქმედების ჩადენა. ისაუბრა ვინც მოკლა იმის ოჯახის წევრმა და ნუ ისეთი რაღაცები მოყვა ხალხო. როგორ იყო მისი ოჯახის წევრი დანაწევრებული, რომ უბრალოდ ეს ქალბატონი კითხულობს, რანაირად შეიძლებოდა მისი გარეთ გამოშვება. რანაირად ადამიანს, რომელსაც შეუძლია მსგავსი დანაშაულის ჩადენა, მე საერთოდ არ მგონია, რომ იყოს ჯანსაღი ფსიქიკის და ვერანაირად დამერწმუნებით, რომ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ადამიანი დაანაწევროს, იმ ადამიანთან სიჯანსაღეს, ანუ რა უნდა საერთოდ, ძალიან უკვირთ იმ ადამიანის ოჯახის წევრებს, რომ როგორ გამოუშვეს ასეთი დანაშაულის მიუხედავად ეს ბატონი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები და მე მგონი, რა ვიცი, ადამიანების 99% ამაზრზე ვიქნებით. ვიმეტოვნებ, რომელი პუნქტი და საერთოდ რომელი თვისება და საერთოდ რითი შედგა მისი ფსიქოანალიზი, რის შედეგადაც გამოუშვეს მსგავსი კატეგორიის დამნაშავე. დღეს რეკვების დღე მაქვს. ანუ ხო წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა იმ ოჯახს, ვინც გაიგო რომ გამოუშვეს და ამ დროს მისი ოჯახის წევრი დაანაწევრა. აი გაუგებარია, გაუმართლებელია ისეთ ადამიანებს არ ეძლევათ ცხოვრებაში მეორე შანსი, რომელმაც შეიძლება, რა ვიცი მე, მაგალითად ვიღაცის ფარი გატეხოს შევთხოვებით და მსგავსი რაღაცეები და მალადეც ხო და ამ ამბავს ყოველს ცუდი გაგრძელება რაც აქვს კიდევ ეს ხო ჯერ რას კატასტროფაა და კიდევ გაგრძელება აქვს ის რომ აედევნა პატარა გოგონას რომელიც იყო ამ ყველაფერში შემჩნეული პატარა გოგოს ადევნებაში და ნუ ეხლა რა თქმა უნდა ხაზე ბაბუის ბურგებაზე არ არის ხო აქ საუბარი ხო და რა ვიცი აბა სად მივდივართ ასეთ დროს რომ რავე დაეშავებინა ამ გოგონასთვის ჩაეძინა გარყვნილი ქმედებები და ასე შემდეგ ან მოეკლა აი არ ვიცი ვინც გამოუშვი თავი რამეს ხوار მიარტყი რა პასუხსცემ საზოგადოებას რა პასუხსცემ იმ ოჯახის რა პასუხსცემ ამ გოგონას ოჯახს და საერთოდ მეორე თემა ტიმოთე შალამე მილიონერი იდიოტი რომელმაც განაცხადა რომ ვიღასა ინტერესებს ოპერა და საერთოდ ბალეტი მოკლედ არის მთელი მსოფლიო შეძრწუნებული ამ ამბავზე და არის მთელი ამბავი და აკეთებენ კომენტარებს თეატრები და არის რა ვიცი განცხადებებზე რომელმაც ერთ-ერთ შოუში დადო ეს ბრძნული აზრი
ხო და მიიღი ახლა ყველა ადამიანისაგან ის პასუხები, რაც ძალიან კარგად იყო გათვლილი სხვათა შორის და ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ არ იქ ახლა და შემთხვევით თქვა, შემთხვევით არაფერს არ ამბობენ. ყველაფერი არის გაწერილი, იცია ჟურნალისტების კითხვები, შესაბამისად აორგანიზებენ პასუხებს, რა პასუხები უნდა გასცენ და აბსოლუტურად ნორმაა ის რაც თქვა, იმიტომ რომ ხანდახან საჭიროა ხოლმე რომ რაღაცა ფეიერვერკივით გამოჩნდე, ცოტა რომ ჩაქრები და ძალიან კარგად გამოჩნდა ფიქრობ სრულიად მსოფლიო მაიტაცა და გაგიზიარებთ მის ფოტოსაც რომელსაც დაატარებენ და უამრავი ფოტოა და მიმებია გაკეთებული და მოკეთა ძალიან ბევრი რამ ზოგადად ხელოვნებისადმი სწრაფვა ძალიან მძიმედ მიდის მთელს მსოფლიოში და ეს არ არის ახალი ამბავი. მძიმედ მიდის, იმიტომ რომ იმდენად გადართულია მსოფლიო აი ამ აჩქარებულ ყუთზე, რაშიც ახლა მე თქვენ მიყურებთ, რომ რაღაცები მოიკოჭლებს, მაგრამ ასე ღიად განაცხადო, რომ არავის არ აინტერესებს და არავინ აღარ უყურებს, ეს საერთოდ სხვა განცხადება, ეს საერთოდ სხვა ემოცია და ძალიან ჩასაქული ამბავია, რაც მიიღო და მისთვის უკეთესიც არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაიელვა რაღაცნაირად რა ამ კუთხით და რატომაც არა აწყობდა კიდეც, იმიტომ რომ კითხვები ზეპირად იცოდნენ, შესაბამისად პასუხებიც და ეს არ იყო რაღაცა უიწამომცდა ამბავი. ყველაფერი იყო გათვლილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მიიღოს ახლა ჩვენგან ტალახი, ვისაც გვიყვარს ხელოვნება და კონკრეტულად ხა ვიტყვი ბალეტს და ოპერას ამ შემთხვევაში. ძალიან მინდა წავიდე და დავესწრო რომელიმე საბალეტო კონცერტს და იმედი მაქვს, რომ სპექტაკლს რა კონცერტს და იმედი მაქვს, რომ ძალიან მინდა ერთი დღე მოვხვდე რომელიმე სპექტაკლზე. ძალიან მიყვარს ბალეტი, ძალიან და ძალიან მინდა სიამოვნებით დავესწრებოდი. თუმცა ბილეთები არ ღირს დაბალი ფასი მინდა აღვნიშნო, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მაგ ხან დღეში ვხარჯავ აბსოლუტურ სისულელეებში, მაგალითად ტაქსში, შოკოლადში, ყავაზე მისაყულებელ სნექებში, ქადებში და რაღაცეებში შესაძლოა ხინკლის ვისიც გამოვაყოლოთ უხასიათზე ვარ და 1000 დებილობაში კიდევ. ხო და ახლა ვფიქრობ ვისთან ერთად წავიდე. მყავს ადამიანები, ვისაც უყვარს ბალეტი და შეიძლება რომ აი ავტეხო რაღაცნაირად და წავიდეთ, ვნახოთ. მე როგორც ვიცი მინიმუმ მე მგონი 40-50 ლარიდან იწყება, მაგრამ არც ისეთი ადგილი არ მინდა ახლა რომ მხოლოდ ისე ჩანდეს, ანუ ნახეთ, მხოლოდ ფეხებს ვხედავდე. ცოტა ზედა მხარე მინდა, რომ სრულად ვხედავდე კარგად და არა პირველი და ორი და მესამე და თუნდაც მეოთხე რიადები, როცა ფაქტობრივად უცეკოვე მარტო ეგამდე ხედავ ფეხებს და იმის მაღლა რა ხდება არ იცი. მასე არ მინდა. ხო და არ ვიცი მოკეთ რა ფასები იქნება და საერთოდ ახლა რა ხდება არც ვიცი და არც გადამიხედავს ბილეთებისათვის და ძალიან მინდა რომ შევიჭყიტო და ვნახო ერთი რა ხდება. სიამოვნებით წავიდოდი, გამოვიკვანწებოდი. რა ვიცი არაფერი არ მიხდება, მაგრამ რაღაცა ჩავიცვამდი. მე მაქვს გოგოებო ჩვევაც არა. ასე გამოვხატავ პატივისცემას, მოდი ესე ვთქვათ. მე არ შემიძლია თეატრში წავიდე, დაჯაჯული, 5 ადგილზე გადახეული ჯინსით, კედით და კიდე ბევრი რამით. მე მიყვარს, ოდესაც აბსოლუტურად ვიცავ რაღაცა ჩარჩოებს.
ძალიან ბევრი ადამიანია დრესკოდს იცავს და მე მგონია რომ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ. და არ შეიძლება ახლა მაგალითად ყველგან ხო ერთი და იგივე სამოსი გამოვიყენოთ თუ პირობითად ჩვენ რაღაცა ადგილას არ მივდივართ და იმ კონკრეტულ რაღაცას არ ვიცვამთ, იმიტომ რომ ნუ ხაბა ამით ხო არ წავალ თუ რაღაცა რომ ვიცით ხოლმე. თეატრში რატომ გვინდა წავიდეთ რაღაც გაურკვეველი სამოსით. მოდი წავიდეთ ისე როგორც ეკადრება თეატრს. თეატრი ესეთი აღმატებული რამ არის, რომ წარმოუდგენელიც კი ჩემთვის რაღაცა ისე წასვლა რა. ვისაც როგორ უნდა ისე ივლის და ამა ბავშვი მოყვებით, რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩემთვის მიუღებელია ძალიან აი ესე წასვლა რა. შესაძლოა გეცვას ჯინსი, მაგრამ ძალიან კლასიკურადაც გამოიყურებოდი აუცილებელი არ არის და ჯინსი არ ნიშნავს იმას, რომ სპორტულ იმაზე ხარ. ტალღაზე შესაძლოა ისე გეცვას, რომ სულ არ იყოს ეს რაღაც ამოვარდნილი. ხო და რა ვიცი რა გითხრათ. მე იმ დროში უნდა დავბადებულიყავი საერთოდ შლეიფიანი კაბებით რო დადიოდნენ და მარაოთი თეატრებში იმ ეპოქას მივეკუთვნები. მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია. მე მივეკუთვნები იმ ეპოქას, სადაც ეცოთ სმოკინგები, სადაც რაღაცა ძალიან დიდი კორსეტები ეკეთათ. ეცვათ, რა ვიცი, ფეხზე თუ ხელზე თუ თავზე საოცარი პარიკები ეკეთათ და პარიკების მიღმაც საოცარი ქუდები ეფარათ, შლაპები და მოკლედ რა. ამ ეპოქას აშკარად არ მივეკუთვნები ხალხო, აი საიდანღაც ვარ. ხანდახან მგონია რომ შემთხვევით გადმოვარდი საიდანღაც და გავადინე ტყაპანი დედამიწას, იმიტომ რომ არ აი ხანდახან მგონია რომ აქაურობას ვერ შევეჩვიე. ამ სამყაროში ხადა ვერ გავიგე. აი ამ სამყაროში ვერ გავიგე რა ხდება რა. იმდენად ნახეთ მე იმდენად მიყვარს ის სიძველე რაც იყო ფილმებში რომ ვუყურებთ ხო აი გიჟდები კაბებს რომ მოვიქნევენ და ნუ გიჟდები რომ ამ ყველაფერს თუ შევადარებთ რაღაცა რაშკარად ვერ ვარ კარგად ძალიან სიამოვნებით დავიფადებოდი ხელახლა ისევ ჩემსაყვარელი ადამიანების გარემოცვაში ოღონდ იქ ეკო მაგრამ დაღლილი ვარ თქო რომ ვიძახი და არ ჩავწერო დაღლილის დროს ვიდეო მაინც წერ იმ ეპოქაში ძალიან მინდა რომ ძალიან თავდაჯერებულობას მატეს რომ წარმოვიდგე ხოლმე აი ყველაფერს და აი ამ ყველაფერში თითქოს ჩემთავს ვერ პოულობ ამ სამყაროში მიუხედავად იმისა რომ ძალიან მარტივად ვიგებ ამ სამყაროს რაღაცებს და მარტივად გადავეწყე რაღაცებზე მიუხედავად ამისა ჩემთვის ძალიან უცხოა მაინც ეს ყველაფერი იმიტომ რომ აზრობრივადაც აი ნახეთ ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი ხო არსებობს ხო და იმ განსხვავებულებიდან მე კიდე რაღაცა სხვა პლანეტიდან ვარ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ისე რომ არ ვაფიქსირებ ჩემს აზრს რადგან არის ხოლმე ისეთი მომენტი რომ გაოცებულები მიყურებენ ადამიანები რა ის რომ თუმცა ამ შემთხვევაში მგონია რომ ეს უკვე გაგების ამბავია რასაც ახლა ამ წამს ვიტყვი მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბევრ რაღაცაში ვეჯახებით ხოლმე ადამიანები ერთმანეთს ვცდილობ ხოლმე რომ არ ყველაფერი არ ვისაუბრო რასაც ვფიქრობ და რაღაცა ძალიან მცირე ნაწილი ვთქვა იმიტომ რომ მე ნუ აი პირობითად უკაცრავად როდეს ძალიან მარტივ რაღაცას გეუბნებით. როდესაც მithქვამს რომ ყველამ უნდა იცხოვროს ცალკე, აი ელემენტარული. ყველამ უნდა იცხოვროს ცალკე. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მეუბნება, რომ უნდა გაუშვას თავის ბიჭის სახლიდან და ასე შემდეგ მისაბუთებენ ახლა რაღაცებს რაც ნაწილობრივ ემოციურად რა თქმა უნდა გასაგებია ნაწილობრივ რაღაცები ძალიან გაუგებარია მაგრამ ანუ თვითონ ასე ფიქრობენ ადამიანები რა
ხო და მე ვუსაბ რა უბედურებაა გვარს მე თვითონ შევწუხდი ხო და მე თვითონ რაღაცებს რომ ვუსაბუთებ ხოლმე მაინც ძალიან ვეჯახები მაინც აზრთა სხვადასხვაობაა ხოლმე რა მე გეუბნებით ძალიან მარტივ რაღაცა ძალიან დიდ რაღაცებში არ შევალ დამიჯერეთ ძალიან ვრცელი თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ მე არის რაღაცები ცოტა ისეთი ძალიან პირადულებიც რაც ძალიან ისე ესმით რაღაცები და ამაზეც მოდი არ ვისაუბრებ მაგრამ მთლიანობაში მე ამ სამყაროს არ ვეკუთვნი დამაბრუნეთ იმ საუკუნის სამყაროში დამაბრუნდეთ თუ შეიძლება ონ ჩემი ადამიანებით აქ რაღაც ვერ ვარ კარგად რაღაც დივან კრეсло ვერ დავიდგი ხო რა ხდება ხოლმე რა რომ თითქოს რაღაცა სხვაგან ვარ გაორება მაქვს ხოლმე თითქოს რომ გავიღვიძებ და აი რაღაც არ მინდა ვერ ვიგებ რაღაცებს რა გეჩეგდება მაქვს ხოლმე რა ახლა მით უფრო მაქვს ალბათ ჩემს ბოლო ვიდეოებში რამდენიმე ვიდეოში თუნდაც წინა ვიდეოში აშკარად მეტყობოდა ეს რაღაცა შინაგანი ძალიან ძიმე ემოციური რაღაცა ჯაჭვები და ფონები ხო რაღაც არ ვიცი თითქოს ერთად დაგროვდა ოღონდ რა დაგროვდა აი ნახე სახელს რაღაცას ვერ არქმევ მაგრამ დაგროვდა და ვიდეოში ფიქრობ რომ ყველაფერი რიგზია მაგრამ აი სიღრმეებს ეძებ რაღაცა სიღრმეებს ეძებს რაც არ იყო კარგად დალაგებული ეგ სიტუაცია და ახლა გეშლება თითქოს ნერვები რაღაცეებზე რა ვიღაცეებზე ვითარებებზე ნუ ზოგადად ვფიქრობ რომ ცოტა დეპრესიამ მოვიკაკუნა და წიხლით მინგრევს რომ ბოლომდე რაღაცა დამიპყროს და მე ვეჭიდავები რა ვიცი მგონი ეს დღები ვერ ვეჭიდავები გუშინდელ ვიდეოში ეს ნათლად მეტყობა სიმართლე გითხრათ გუშინდელ ვიდეო ჩავრთე რაღაცა მინდოდა მენახა და საკუთარ თავის შემეშინდა რაღაცა შეშუპებულივით გაწეწილი რაღაცა არაადეკვატური სახე რაღაცნაირი ვიყავი აი ჯერ ახლა რა ვარ და პლუს ყველაფერთან ერთად წონის ამბავიც ძალიან ძიმეთ მაქვს ემოციურად ეს ამბავი და ამაზე არ მინდა საუბარი იმიტომ რომ ნუ არ მინდა ხო ყველაფერი ერთად მოკლედ რა ალბათ ყველაზე მეტად მაინც წონა თუმცა რატო რაღაცები არ იწყება ალბათ აი საწყისებია რაღაცები რაც საბოლოოდ მე აქ მოგიყვანს და ადამიანებს ხშირად გვემართება ალბათ ხო რაღაცები წამოგვივლის ხოლმე ორო იტყვიან და დეპრესიის ვის ცალია და ეს ძალიან მიხარია რა იცით რომ ნელ-ნელა საქართველოში ვიგებთ ამ ემოციურ მდგომარეობას ადამიანების და ვცდილობთ მივუდგეთ, ვცდილობთ გავუგოთ, ვცდილობთ რაღაცა გასაღები მოუძებნოთ და არა ის რომ მე მოიცარა, ანუ ამ დამოკიდებულებას უბრალოდ ვერ მივიღებ ვერავისგან. უბრალოდ მიუღებელია ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება, იმიტომ რომ არავინ არ იცის, აი აქ რა ხდება. რაც არ უნდა რაღაცა სასწაულის იყოს, ხო, რა ვიცი, აი რომ ამბობენ ხოლმე, რომ ამდენი ფული აქვს და რა დეპრესიული დადის, ანუ რატომღაც გონიათ, რომ თუ ფული გაქვს, არც დეპრესია გაქვს, სიყვარულიც გაქვს, აი ოეში მაგრად ცხოვრობ და ანუ არ არის ასე. უფულობაც ხო რა უბედურებაა და რამდენ პრობლემას იწვევს და როცა გაქვს კარგია, მაგრამ ადამიანებს ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს, მათაც აქვთ პრობლემები ხალხო. მათაც აქვთ ემოციურად რაღაცა არამდგრადი დღეები, კვირეები.
ხო და რა ვიცი ალბათ მეც მაქვს ხო მეც მიეკუთვნები რომ რაღაცა კატეგორიას რა ვიცი ხო და არ ვიცი ცოტა რთული პერიოდია თითქოს არაფერი არ ხდება ისეთი თითქოს ყველაფერი რიგზია თითქოს სადაც გავჩერდი იგივეა და გაგრძელდა ყველაფერი ანუ რა მინდა ხან საკუთარ თავს ვამბობ რომ რა გინდა ანუ ნახე სანამ რაღაცა ძალიან წახვიდოდი სადღაც გაგრძელდა ყველაფერი და რა მოხდა რაღაცნაირად მოჭიმული ვარ თავიდან ფეხებამდე და ეს მდგომარეობა ძალიან რთულია ჩემთვის და ვცდილობ რომ არ ვიფიქრო გავექცე ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დაკავებული ვარ ჩემი ტვინი საერთოდ ამაზე ვერ ფიქრობს აი ხوارი რომ დაჯდები და რაღაცებზე იფიქრებ მე არ მცალია საფიქრელად და ახლა ვფიქრობ შესაძლოა ცოტა ჩიხში იმიტომ შევედი რომ აღარ მცალია აღარაფრისთვის თუნდაც საფიქრალი უკვე შემომელია იმიტომ რომ ჩემი ტვინი სხვა რაღაცები დაკავდა და აუ არ ვიცი რა ძალიან რთულია ვისაც გვაქვს ხოლმე ესეთი კვირეები თვეები წლები ზოგს ზუსტად იცის მე რასაც ვამბობ მაგრამ მე ვერ გადმოვცემ რეალურად რაც მინდა ერთადერთი რაც მინდა ალბათ არის ის რომ მალე გავიდეს ეს რაღაცა არის არ ვიცი რა და საიდან მოვიდა მაგრამ მალე გავიდეს ჩემგან იმიტომ რომ სულ თქვა მიჭირს ხანდახან ეგეთი შეგრძნება მაქვს ხანდახან შეგრძნება მაქვს რომ მეტროში უნდა ჩამოინგრეს ყველაფერი და ნუ აი და კიდე უამრავი რამ და ხო ვცდილობ რომ არ ვიფიქრო მოკლედ გაივლის ესეც გაივლის მაგრამ სანამ გაივლის თქვენთან შეთხო მოვდივარ მე ჩემი ამბებით პოზიტიურობის მიღმა არის ხოლმე რაღაცეები რაც რთულად გასაგებია რთულად აღსაქმელია მიუხედავად ჩემი პოზიტიურობისა მეც მაქვს ხო რაღაცეები რაც მაწუხებს და იმდენი რამე მაქვს როგორც ყველა ადამიანს ლეგენდები იყვნენ კომიკოსები გველი უდეფიუნესი რა ვიცი უამრავი ვისაც რეალურად ქონდათ კაც თავის დარდები და პრობლემები და დეპრესიები და რატო ახსენე ხა კომიკოსები იმიტომ რომ როცა უყურებდნენ ფიქრობდნენ რომ ამ ადამიანებს არანაირი პრობლემები არ ქონდა და სულ ასეთი მომღერლები იყვნენ და სულ ეს ასე არ არის ჩვენ თითქოს ადამიანები ვინც ამ კატეგორიას მივეკუთვნებით ასე კომიკოსობის და ასე შემდეგ თითქოს ორ ნაწილად ვიყოფით პირველი ნაწილი არის ის რაც არის და ხედავს ადამიანი და მეორე ნაწილი არის შიგნით სიღრმეში ჩვენში რასაც თქვენ ვერ ხედავთ ან ხედავთ თუ ჩვენ გამოვიტანთ ამ ყველაფერს და ხშირ შემთხვევაში არ გამოვაქვთ შიგნით მალავე რაც უფრო უარესია პირიქით მე ვთვლი რომ უნდა გამოიტანო ძალიან მაგარი მსახიობი იყო და უამრავ როლებში ქონდა ნათამაშები ამ წელს უბრალოდ გვარს ვერ ვიხსენებ თუ გავიხსენი აუცილებლად არ ვიცი ჩემი ტვინი ცოტა ვერ არის ცოტა მოწოდების სიმაღლეზე და შესაძლოა ვერ გავიხსენო მაგრამ უამრავ ფილმში აქვს ნათამაშები როგორც არის ძიძა და ასე შემდეგ ქართულს არ გულისხმობ და საბოლოოდ ძალიან ცუდი ცხოვრება დაუდგა იმიტომ რომ ვერავინ ვერ იგებდა რა ხდებოდა მის თავს ამ კომიკოსობის მიღმა რა ხდებოდა ვერ იგებდნენ მათ შორის ვერც მისი ოჯახის წევრები ვერ იგებდნენ ვერავინ ვერ იგებდა საბოლოოდ სუიციდით დაასრულა მან ცხოვრება და ვერ იგებდნენ რა ჭირდა ემოციურად რა ჭირდა ამ ადამიანს საბოლოოდ მე რომ იმას ქნეს და დაადგინეს რომ ქონდა რაღაც დაავადება რომელიც აი დეპრესიულ რაღაც მოკლედ მაგას ვიძახი რომ
სიცილის მიღმა იმდენი სევდაა ხალხო, ვერც წარმოიდგენს ადამიანი ხანდახან და აგდებულად რო ლაპარაკობენ ხოლმე, აი ნერვები მეშლება, იმიტომ რომ ჩვენც ადამიანები ვართ. მერე რა თუ როლებს ვირგებთ უამრავს, რომელთაც თქვენ გაცინებთ, ხო? ჩვენც გვაქვს დღეები, თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ შიგნიდან რაღაც რო გვანგრევს და არ ვიცით რა. თუნდაც ასაკობრივი რაღაცა ის ეტაპი, თუნდაც რაღაცა ოჯახური პრობლემა, ხო, ზოგს ხო აქვს კაცის ოჯახური პრობლემაც. თუნდაც რაღაცა სოციუმთან რაღაცა შეუთავსებლობა, ხომ არიან ასევე ადამიანები, რომლებიც რაღაცა სოციუმში თავს კარგად ვერ გრძნობენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი, რომ ვერ ამყარებს კონტაქტს და რაღაც ამოჩენებული ყავს ერთი ადამიანი და ორი და მხოლოდ მათთან არის და ვერ კონტაქტობს გარკვეულ ადამიანებთან. რაღაცა ჩაკეტილი საზღვრები აქვს და არავინ არ უნდა რა იმ საზღვრებში რომ შემოვიდეს, ვერ ეგუება იმ ადამიანებს შესაბამისად ჩაკეტა საზღვრები. და კიდევ რა ვიცი, უამრავი რამ რა. არაფერს არ ვითხოვთ ხოლმე ადამიანები ამ დროს. უბრალოდ, რა ვიცი, როგორც მიყურებით, მიყურეთ და გაივლის ეს დღეებიც რა. აბა საწავა. ფერი გაივლის. რთულ დღეებს ყოველთვის მერე მოსდევთ საოცარი დღეები. ჩემს ხოვებაში ყოველ შემთხვევაში სულ ასეა ხოლმე, რომ რაღაცა ეტაპებს მერე მოყვება ხოლმე ისეთი დღეები, რომ სულ ფარავს ხოლმე იმ რაღაცებს და ისიც არ ვიცი რა მჭირს. უბრალოდ რაღაცნაირი დღეებია რა. ადრე დავწერე ლექსი, აი რა მჭირზე გამახსენდა ახლა. ესე იწყებოდა. თუ შუა არ მახსოვს რა ზუსტად როგორ იყო, მაგრამ არ ვიცი რა მჭირს, ფიქრები მაწვიმს, რაღაცა ეს ფრაზები მახსოვს. არ ვიცი რამდენად იცით ან არ იცით, მე ლექსებს ვწერდი, იყო ესეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და საკმაოდ დიდი პერიოდი იყო. და ერთ დღეს შევწყვეტე. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ აღარ მინდოდა დამეწერა. ანუ აი რო იტყვენ ხოლმე რომ მუზა აღარ მქონდაო. აღარ მინდოდა დამეწერა. როცა წერ ცდილობ რაღაცებს წერი, ყველაფერს ვღაჯნი რაც გინდა, მოდის ყველაფერი გესმით? არ მინდოდა. აღარ მინდოდა, რაღაცა გავიქეცი ამ ყველაფერს. ხოლმე გონზია რომ რატო აღარ მინდოდა. და იმ ჩემ ბავშვურ, ხა გადმოსახედიდან უკვე ბავშვურ რაღაცებს რომ დიდობაში ვწერდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ბავშვურ რაღაცებს რომ ვუყურებდი ხოლმე. იდეაში საკუთარ თავზე რომ მემუშავა და არც ახლა არ არის გვიანი, მაგრამ ანუ საკუთარ თავზე რომ ვიმუშაო, მოდი ესე რომ ვთქვათ, შესაძლოა ჩემგან გამოვიდეს დამწყები პოეტივით რაღაც. იმიტომ რომ მაქვს რაღაცა სიღრმეები, როგორც დედა მეუბნება ხოლმე, რაღაცა კარგი რაღაცები გაქვსო და იმუშავეო, მაგრამ ვერ დამაწყებინა ეს მუშაობა, რასაც მე ჯაჯგურება ხოლმე. რომ დაიწყე, დაჯექი და დაწერ. დაჯექი, ოღონდ დაჯექი და ვერ დავჯექი. ახარ მინდა, არ ვიცი რატო არ მინდა. რა თქმა უნდა, სიტყვები ესე არ მოდის, ხო? ეს მუსას ტყუილად არ ამბობენ. ესე არ მოდის, მაგრამ ხანდახან კი არა, ძალიან ხშირად მოდის ხოლმე და დავიწყებ ჩემთვის რაღაცების აწყობას და გაურბივარ, ანუ რატო გაურბივარ, რა მინდა, ანუ რავი, ჩემთვის ილოცეთ თუ არ დაგეზარებათ, იმიტომ რომ თავდაყირება გონება. ზუსტად ვიცი, აქსესუარების კეთება მინდა. რაც ამ წამს ძალიან კარგად ვიცი, ნუ სამსახური სხვა რამეა, აი მე ვგულისხმობ, რაც აი ხელსაქმეს ეხება. კარგად ვიცი. და არ არის გამორიცხული, პატარ-პატარა ჩანაწერები გავაკეთო. ადრე ვწერდი ასევე და ძალიან საინტერესო რაღაცებს ვწერდი და ვფიქრობ, რომ მერე გადავხედო, რაღაცები ამოვკრიბო,
რაღაცები შევცვალო, რაღაცები დავამატო, ადრე თუ რაღაცა გაკრული ხელით და რაღაცებით ვწერდი, ცოტა ღრმად დავწერო ისე როგორც საჭიროა. სიღრმეები მივცე, ცოტა რაღაცები შევცვალო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა აზრი იგივე იქნება. უბრალოდ რაღაცა სიტყვები ლავირება მოვახდინო, რაც უკვე გავიზარდე და მეტად ვისწავლე ხო რაღაცეები კიდევ რა და როგორ. გადავხედო, ძალიან მინდა და რაღაცები ჩავწერო ხოლმე. მაგრამ რამდენჯერაც მომინდა რომ ეგ ყველაფერი გავაკეთო, ამისათვის ისეთ ადგილებზე ვიყავი და ისეთ მომენტებში რომ ვერაფრით ვერ ჩავიწერე. ხო და დროებთ.